რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვაშლავის სკოლას 150 მოსწავლეზე გათვლილი დაწესებულება განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა. სკოლაში ფუნქციონირებს ლაბორატორიები და სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. პროექტი 2.300.000 ლარი დაჯდა. გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სკოლა, რომელიც სრულიად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მე მინდა მიულოცო პირველ რიგში ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სასკოლო პერსონალს და სამომავლოდ განათლების სამინისტრო ამ კუთხით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. სკოლა 150 ბავშვზე არის გათვლილი. სკოლაში საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. აღჭურვილია უახლესი ავეჯით და ტექნიკით. პრემიერის ინიციატივით და განათლების სამინისტროს ძალისხმევით ინტენსიურად ხდება საქართველოს მასშტაბით სკოლების გარემონტება, რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის და იმერეთის რეგიონისთვის. ამ ყოველივეს მაგალითი არის დღევანდელი ვაშლევის საჯარო სკოლა ხარაგაულის რაიონში, რომელშიც არის აბსოლუტური ნება იმისი, რომ წარმატებულად ისწავლონ ქართველმა ახალგაზრდებმა. რუსთავის მერია ორ ახალ